ზვირადღირებული და უახლესი მოდელის ავტომობილები ყველასთვის საოცნებოა. ფეხბურთელებს კი ამ ოცნების ასრულება თავისუფლად შეუძლიათ. წარმოგიდგენთ ცნობილი ფეხბურთელების ავტომობილებს. არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი მაზერატი გრან ტურიზმო S2009, ღირებულება 160,000 евро. უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო, Ferrari F360, ღირებულება 157,000 დოლარი. ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი, Aston Martin Vanquish, ღირებულება 350,000 დოლარი. პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდუს კი სპორტული ავტომობილების დიდი კოლექცია აქვს, რომელიც მუდმივად განახლებადია. Aston Martin DB9 რონალდოს 130,000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. Bentley GT Speed კი 175,000 დოლარად არის შეფასებული. Audi RS6-ში ფეხბურთელმა 120,000 დოლარი, ხოლო R8-ში 140,000 დოლარი გადაიხადა. BMW M6 და 110,000 დოლარიანი Maserati Grand Cabrio რონალდომ 2008 წელს შეიძინა. 190,000 დოლარად არის შეფასებული მისი Mercedes CLS AMG. Lamborghini Aventador-ის ღირებულება კი 255,000 ევროს აღწევს. ფეხბურთელის ავტოკოლექციაშია Rolls-Royce Drooped Coupe-ც, რომელშიც რონალდომ 380,000 დოლარი გადაიხადა. Bugatti Veyron ფეხბურთელმა Nike-ის რეკლამის გადაღების შემდეგ შეიძინა, სადაც რონალდო Bugatti-ს ასწრებს. ამ ავტომობილში მან 830,000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. 2011 წელს შეიძინა Ferrari 599 GTB, რომლის ღირებულება 350,000 დოლარია. Ferrari 458 Italia Black Carbon Edition. ეს სპორტული მანქანა რონალდოს გემოვნებით სპეციალურად მისთვის შექმნეს. ამ ექსკლუზიურ მოდელს მოდიფიცირებული მართვის სისტემა აქვს, რაც ავტომობილს დამატებით სიმძლავრეს ანიჭებს. Ferrari 458-ის უკანა ნაწილში განთავსებულია 4,5 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავი, რომელიც 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ. საჭე სპორტული და მცირე ზომის აქვს. Ferrari 458 რონალდოს 380,000 евро დაუჯდა. ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექემის ავტოკოლექციაში კი 50-ზე მეტი სხვადასხვა მოდელის ზვირადღირებული ავტომობილია. დეივიდის ავტოფარეხში Lamborghini-სა და Bentley-ის ავტომობილები ჭარბობს. ფეხბურთელს ამ კომპანიებთან ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ახალი ავტომობილების შეძენისას გარკვეული ფინანსური და ტექნიკური პრივილეგიებითაც სარგებლობს. ბექემის ავტოკოლექციაშია Hammer-ი A2-ც. მისი ღირებულება 140,000 დოლარს აღწევს, მაგრამ ფეხბურთელმა ეს მანქანა საშობაო სეილზე იყიდა და მაშინ მხოლოდ 30,000 დოლარი გადაიხადა. ასევე 30,000 დოლარიანია Jeep Wrangler. 2013 წლის თებერვალში ბექემმა Audi S8 100,000 დოლარად იყიდა. მის კოლექციაშია Audi-ის ფირმის კიდევ რამდენიმე მანქანა. Audi A4, Q7 და RS6. Ferrari 612-ის კაგლიეტი კი ფეხბურთელმა 250,000 დოლარად შეიძინა. ბექემს ასევე ყავს 120,000 დოლარიანი Aston Martin V8, 60,000 დოლარად შეფასებული Porsche Cayenne. 256,000 დოლარიანი 2010 წლის Rolls-Royce Ghost და Rolls-Royce Phantom Drooped Coupe, რომელიც ფეხბურთელმა 2008 წელს 550,000 დოლარად შეიძინა. Bentley-ის ფირმის Ernage, რომლის ღირებულება 350,000 დოლარია. ასევე 2013 წლის Mulsanne, რომელშიც ბექემმა დაახლოებით 300,000 დოლარი გადაიხადა. 260,000 დოლარიანი Lamborghini Gallardo, Porsche 911, რომლის ღირებულება 250,000 დოლარია. 2011 წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა შეიხმა Bin Al Hussein-მა, რომელიც დევიდ ბექემის დიდი გულშემატკივარია, ფეხბურთელს 100,000 ევროიანი Ferrari-ის ახალთახალი სპეცმოდელი აჩუქა.